თუ მკითხავთ როგორ ვარ? კარგად. სახში დავბრუნდით, უკვე ბნელა გარეთ როგორც ხედავთ, ცოტა ადრე დავბრუნდით შედარებით. ახლა მოვედი რა 10 წუთია, მოვღუღდით სახლში. ყავა ისე მინდა რა გითხრათ. სამსახურში კი დავლია, ოღონდ ჯაკობსი და ხო იცით მე და იქ ცოტა ვერ ვუგებთ ერთმანეთს. არა იზრძიანი მიყვარს, მაგრამ გულძმარვას იწვევს, ამიტომ აღარ მივირთმევ და სხვანაირი მივირთვი, მაგრამ ნუ აი რო არ გიყვარს დასვავ ესე რა. ნალექიანის წაღება ვერ მოვასწარი. აი მეტი და კაკადულს გავარას ყო. არ მომაქცივით ყურადღება. რა შვებთ ხალხო როგორ ახართ? მარიკოს ძინავს საბურთალოდან ესეც ვახუხიალებ მძინარეს. დავჯდეთ. აბა ვქნი ფუჩეთი კარგად. ვაიმე შეიძლება ხრაშვილმა შეგაწოხოთ, მაგრამ გეხვეწები მომიტევეთ ეს რო აჭამიშება მოვკვდე. დღეს ფაქტობრივად არაფერი მიჭამია. ახლა ტოსტს თუ არ ჩავთვლით და რომ მოვედი საზამთროს. თვითონ რუგდათ არც მშიოდა. და ცოტა სულს მოვითქვა, ყავას დავლევ, მერე სარცხნა შევყარო უეჭველი ყოლმისის გარეშე. მე რაღაცას მოვიმზადებ, რომ კარგად დავჭიდე და ჩავსკდე. მერე დავწვე. იმიტომ რომ 7-5 წუთზე უნდა ავდგე ყოველ დღე. ამე ამდენი შაქარი ჩავყარე და რა უშაქრო ამას დალევს ხო ჩემი ქმარი? ცოტა ხმა დავლევსა უპროფო ბავშვი გავაღვიძო, მაგრამ თემა იყო ეს ემიგრანტები, ოჯახის წევრები რა, მაგრამ დედასაც გავწია კამერა. და ამის ირგვლივ საუბრობდით ძალიან ბევრს ბლოგში და მახსოვს როგორ წერდნენ, რომ აი შეგენახულება ემიგრაციაში ყავს ოჯახი და შენ ადგილას კიდე გავაჩენდი და აი მსგავს ტექსტები. დედას გეფიცებით სულ ფიქრობ ხოლმე ადამიანებზე, ვისაც გონიათ, რომ აი ესე ჰარალოზე ჩნდებიან ბავშვები. ესე რაღაცა. თავისით. და არა უშავს ეხლა რა ემიგრანტები ხო ყავს და მიხედავენ. მე მინდა ვისაუბრო ხა ვალდებულებებზე. ეს თემა მინდა რომ ცოტა ჩავშალო. ოღონ ცოტა მივირთვა. ომში რა მხოლოდ ძალიან მინდა ეს თემა გავშალოთ. ვალდებულებები. ნახეთ მე იმდენად დიდი ვარ რომ აი ხა ბავშვებს გავაჩენ, იმიტომ რომ მე რა ჩემი ოჯახის წევრები იქ არიან და გამიზრდიან თუ რაღაც. ჩემთვის ეგ არ არის არც ერთ ვარიანტში რაღაცა სახარბიელო შემოტევაზება და ვერც ვიგებ საერთოდ ეგ რა არის, რას ნიშნავს ხა ეგ. მე ვერ ვიგებ. მესმის რასაც ამბობთ. მაგრამ ვალდებულებები ხალხო იმას აქში ვარ მე რომ მუდმივად დედას ჩამოვეკიდო და ძმას და რძალს და ვინმეს ან სულ ვიცახი რატო თვლიან ადამიანები ვალდებულად რომ დიდი ამბავი ეხლა რა გაგისარდეს თუ რაღაც აი უფრო დედამცილებზე ერთ ხოლმე აქცენტი რომ მე ხა წელი არ მოწყდება რა და ესე
იქნებ მოწყდეს. მე მაგალითად აი რა არ მესმის იცით? დედამთილის ოჯახში რო ცხოვრობს. შვილი ძალიან და საქმე რო დგას რაღაცა იმაზე რომ თქვათ ძიძა აიყვანოს თუ ანუ როგორ ქნას თუ რა და რო ბრაზდებიან ხოლმე აი სასწორკვეთილ და დედები ჯგუფში იმაში იწერება ხოლმე ესეთი მსგავსი რაღაცები რომ იქაც იწერება უბრალოდ რომ დიდი ამბავი ეხლა რა ვერ გაგიზდის დაჯდეს სახლში აი სულ ფიქრობ რატომ უნდა დაჯდეს ვინმე სახლში იმიტომ რომ შენი შვილი გაზარდოს ჩვენ ადამიანები რატომ ვიყენებთ ზოგადად სხვის სიყვარულს იმას რომ ჩვენები არიან არც ერთ ვარიანტში არ არის ვალდებული ჩემი დედამთილი რომ მაგალითად ერთად რო გვეცხოვრა რომ გადაედო თავისი თავი თავისი ცხოვრება და დამჯდარიყო სახლში და აკვანი ერწია საკმარისად არწია ანუ შენ თუ თხოვდები ხო მეტნაკლებად მერე კაი იმ წამს ვერ გრძნობ მერე გაასრებული გაქვს რაღაცეები ნუ გააჩენ თუ იცი რომ საერთოდ ჰაერში რჩები თუ იცი რომ გარდაუვალ რაღაცებს იჯახები და ის და იმ აი დედამთილი რო არ ყავდეს რა უნდა ქნა აღარ უნდა გააჩინო ან მერე ვინ გაგიზრდის აი ამ დედებზეც რო ამბობი ხოლმე ხო არავინ არ არის არაფრის ანუ ვალდებულები არავინ არ ვართ არაფრის ვალდებული ვარ მე და ჩემი მეუღლე თორე ხა ჩემი შვილი მე ვზარდ ამის ვალდებულება არ გამაჩნია ხა თუ მოდი გავმიჩნოთ ის რომ დაიტოვო ზოგჯერ ქცალი ამიხედო გადააკვდეზეთ ხელები ამიწევია მილიარდჯერ გავაკეთებ ამას რაზეა ლაპარაკი მაგრამ აი ხლა მე ვმუშაობდე და ჩემ რძალმა მითხეს ან ჩემმა შვილმა სულ ერთია რომ აუ იცი რა დედა მოდი რა შენ დარჩეთი სახლში მიხედე ბავშვს ხა ძიზაში ფული რო აღარ ვიხატოთ რა და არ მინდა ძიზის ფულზე მე დაგეხმარები ონმე სახლში ვერ დავჭდები იმიტომ რომ ანუ ვერ დავჭდები ვერავიშვილის გამო ვერ დავჭდები გასაგებია რომ სისხლია ხორცია და ასე შემდეგ მაგრამ ამის ვალდებულად რატო თვლით ხალხო არ შეიძლება მაგალითად არიან ადამიანები რომ კაცო სახლში სხედან მაგრამ არ აქვთ იმის ენერგია რომ ბავშვს მიხედოთ ეხლა ნახე ჩვენ რო წელი გვწყდება და ვაიმე და მიკვდარებულები დავდივართ ისე ვიღლებით ჩვენზე ბევრად უფროსი ხო არის ის ადამიანი და რატომ გვებრაზება მაშინ რომ არ იტოვებს საერთოდ არის გასაბრაზებელი აი საერთოდ აი შეიძლება დავუშვათ რაღაცა ისე შეუთანხმდე თქვა თუნდაც 1-2 საათი დაიტოვოს ან 3 საათი სანამ თქვა ან ძიძა მოვა ან ცოტა ადრე რო გაუშვა ძიძა იმიტომ რომ ფინანსები დაზოგო და სანამ უხალ 1-2 საათი დაიტოვოს კიდე რაღაცა შეება მაგრამ ბიჭო შენ თვითონ გიждდები და მე რა ხა დედამთილის სახლშია მაინც არ არის ეგ ეგრე შენ გონია რომ სახლშია მას თავის ცხოვრება სახლშიც თავისი სამყარო აქვს თავისი რაღაცა საკუთარ თავთან თავის წესები აქვს და ასე შემდეგ ძალიან უბრალდები ხოლმე როცა ამას ამბობენ ნახე მეორე ვარიანტია კიდე არსებობენ ოჯახები რომელსაც უკიდურესად უჭირთ აი უკიდურესად და არჩევანი დგას იმაზე რომ უნდა გავიდეს ქალი სამუშაო და არ ყოფნის მარტო კაცის შემოსავალი არაფერში და არსებობენ ოჯახები სადაც დედამთილი და ძალიან ცხოვრობენ ერთად და რა ქნან ანუ თუ გავა მაგალითად გოგონა სამუშაოდ იმ ხელანაზღაურება ვერ ექნება რომ ძიძას გადაუხატოს და ძიძები ვიცით რა ფასი გახდა
მაგრამ ნუ უნდა გავიდეს რომელიმე. ნუ დედამთილის გასვლა შეიძლება არც ქონდეს აზრი ვერაფერი ნახოს ისეთი ან თუ ნახავს 500 ლარი, ანუ იმასთან შედარებით ბევრად ცოტა რაც შეიძლება გამომუშავოს კონკრეტულმა იმ რძალმა, თუ გოგომ არ აქვს მნიშვნელობა. და გააქვს იმ ქალბატონს ამის ყველანაირი პირობა, რომ შეუძლია კაცო ბავშვთან კომუნიკაცია, ჯანსაღი, სადილის მომზადება შეუძლია. და აი ისე შიმშილობ უკვე რომ წელი გწყდება და თავი გივარდება აქეთ-იქით და არ იტოვებს არც ერთი წუთით. და დაქალებთან ტრაშუნი ურჩევნია. და არაუშავს კაცო ის სხვაგანაც შეჭამს და ანიჯდება მშიერი ვიყო და ხა შენ ბავშვს ვერ მიხედავს, ეგ მაბრაზებს. როცა ძალიან უჭირს შენ შვენს და შენ სურო, აი ძალიან ცუდად ვიყო, ვეტყვი რომ შლო 1-2 საათით შემიძლია, მეტით არ. ანუ აი რაღაცა შეთანხმებებზე ხო უნდა წავიდეს. ოჯახი, როცა მე ვიძახი, როცა უკიდურეს გაჭირვებას აი ესე კარზია და გიკაკუნებს გამეტებით. როცა ეს ხდება, რაღაცა იმამდე ხო უნდა მივიდეს, რა ვქნათ, ანუ როცა ისმის კითხვა რა ვქნათ, როცა ბავშვს ტოვებ და მთელი ფული ძიზაში მიგდის და თხა ვიყიდით, ხა გავყიდე, შენი შვილი მაინც გაწარდე, ხო? და დედამთილსაც დიდად თქვათ ისეთი ვერაფერი ვერ ნახა, ან ნახა, მაგრამ ეზარება. ეგეთი რაცები ცოტა მაბრაზებს, იმიტომ რომ ოჯახში რამდენი წევრიც არის, ყველა ვალდებულია რომ ჩაერთოს პროცესში, ოჯახურ პროცესში და ყველამ რაღაცა აგური დადოს. ესე არ არის რა, ეხლა წამოვწვე, კარგად ავარ, მაგრამ მე ვიღა მიჭორაოს თუ რაღაც ესე რო იციან ხოლმე. არ არის ეგრე. რაღაცაში უნდა წაეხმარო შენ შვილს, რომ ცოტა მოუხსნა ეს რაღაცა. ვერ ნარჩუნდება ოჯახები, გაჭირვება მიდენ ოჯახს მიუკაკუნა, ვერ ნარჩუნდება უკვე, აი პანტაპოტით ინგრევა ოჯახები. ამიტომ რაღაცნაირად ადამიანებმა ერთმანეთს უნდა შეუწყოთ რაღაცით ხელი რა. თუ ეს შეგიძლია ვიძახი. თუ არ შეგიძლია, ამ შემთხვევაში ბრაზდები იმად გოგოებზე, გინდა რძალი იყოს, გინდა შვილი სულ ერთია, ვინც თავისას მიერიკება და ბრაზდება და ამ დროს არ შეუძლია და ეს უნდა გაიგო. გესმის? მე ხავ ხედავდე რომ აი არ შეუძლია და მე ჩემ შოზე ვინ ერთულო ვაიმე ნეტა ხარ ასაკეთებს და ვაიმე და ბავშვი პატრონთ ხო არ არის და მაგას ჯობია რომ საერთოდ სახში ჯდე შენ შვილს შენ თვითონ მიხედო. და ეგრეა გასაბრაზებელი ხალხო არა, აი ანუ ვალდებულება არ აქვს რა არავის რა. სურვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობები, ისინი იმდენად უკვე აღარ შეუძლიათ ბებიებს. ადრე რომ ჩვენ სამი თვით მივერეკებოდით სოფელში, ეგრე აღარ არის, ის დრო აღარ არის, დასრულდა ის ყოფილი, ის ეპოქა დასრულდა. ახლა სხვანაირად უყურებენ ადამიანები ყველაფერს და ძალიან კარგი სხვადასხვა სხვანაირად უყურებენ. ახლა სხვადასხვის ბევრ დედას უკვე ურჩევნია რომ ძიძა იყვანოს, ვიდრე ბებოსთან დატოვოს. იმიტომ რომ უფრო მეტად მოსთხოვს, უფრო მეტად დამოუკიდებლობა შეიგრძნობს და ეს მოსწონს და ურჩევნია რომ ეს ასე იყოს, მერე ვიდრე ეხლა გიწახო რომ აი მე გაგიზარდე შვილი თუ რაღაც. საბოლოო ჯამში ვალდებული არავინ არ არის რა. ამის ვალდებულებები არავის არ გააჩნია. წუთით მირეკავენ. ხო გია. რამ ძინავს ახლა მოვედი სამსახურიდან გია? ძინავს, შერაშვები. აია. ხო. რა ვიცი გია, აბა გზაში დაეძინა და ხო არ იმას ვიზავდი. არა. კარგი მინდი აბა შენზე. დეაჩემი სულ ამბობს და აბსოლუტურად მართავს ამბობს. გვანცა მე ვერავიშვილს ვერ გაგიზრდით, ერთი დღე, ორი დღე, 8 დღე, 15 დღე გავიგე. ვერ გავზრდი ვერავიშვილს, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი საქმე მაქვს, ჩემი გეგმები მაქვს, ჩემი მიზნები მაქვს და მე საკმარისად გავაკეთე მე ჩემი, ახლა დრო არის რომ პასუხისმგებლობა აიღო თქვენი და აბსოლუტურად ვეთანხმები.
ვერანაირად ვერ ავიბზუებ ცხვირს, იმიტომ რომ ვაიმე დედამ თილთან თუ რა, აი არ არის ეგრე რა, არ არის. ნუ ჩემ შემთხვევაში მით უფრო აქ არ ცხოვრობთ, ერთად არ ვართ, ანუ და რაზეა ლაპარაკი, მაგრამ აი ხო არა ატანენ კიდეც კაცო იმ სხვა ადგილებში. არის ხოლმე ბავშვი დღეები რაღაცები, მაგრამ არ მინდა რა. მირჩევნია მე ვიწვალო და ჩვენ ვიწვალოთ ერთად ყველამ, მაგრამ საქმე მივიყვანოთ ბოლომდე პასუხისგებლობები გქონდეს ბოლომდე გააზრებული. ამიტომ არის რომ აი მეორე შვილის გარდა იმისა რომ მე ძალიან ხო იცი როგორ მირთულება ეგ ამბები კიდევ არის ერთი ფაქტორი ის რომ თავდაყირა დამიდგება მთელი ჩემი ცხოვრება. იმიტომ რომ ისევ სახლში ჯდომა საკმაოდ დიდი პერიოდი ხო ლამის ლამის 3 წელი გამოგდის სახლში ჯდომა რაღაცა წლის და 8 თვემდე 2 წლამდე ვერ გახვალ ვერსად სამსახურში იმიტომ რომ ნუ პატაწუნა და ვერ დატოვებ ესე ორსულობაც ანუ საკმაოდ დიდი დრო გამოდის რავი დამეთანხმებით და იმდენად შეიძლება ჩემი ცხოვრება რომ ვერ ვიაზრებ როგორ უნდა დავალაგდეს საერთოდ როგორ უნდა დავალაგო თავში რაღაცები ვეღარ ვიგებ ეს ბავშვი იქით გადაყვანილი მე უკან ანუ სრული ქაოსი მაქვს რა გარდა იმი ენერაუდენობის რაღაცებისა ესეც მაქვს საფიქრალი ხო ხვდებით ნუ ეს ბოლო ეტაპი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ესეც მე რა რომ მე ემიგრაციაში მყავს მე არაფერს არ მომაკლებენ ბატონო კი ბატონო მაგრამ იმედად მე ვერ გავაჩენ რა იმიტომ რომ ეხა მე რა ატკინე და მიგზავნონ თუ რაღაც რატომ უნდა მიგზავნონ ანუ რომ ვალდებულება მაქვს ხელშეკრულება მაქვს დადებული მაგაცთან თუ რა ხდება ვერ გავიგე მე ვემიჯნები ყველანაირ ლანძღვას დედამთილების რომ დიდი ამბავი ახლა დაიტოვოს მე რა რომ მუშაობს ვერ დაანებებს აი განა რას იღებს 20 ლარსაც რო იღებდეს ეს არის მისი სამსახურია და მისთვის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი და ამ სივრცეს და ამ ყველაფერს ადამიანებმა პატივნობს ცეთ მოდი რა შენი პასუხისგებლობა აიღე რატო გავთხოვდი და მე პარიზებში დავდივარ და კალიცო მიკეთია ეგრე არ არის ასე რომ თუ მივუდგებით ამ საკითხს ასე რომ რა ვალდებულია ნამდვილად არ არის ვალდებული არავინ ჩემი და ჩემი მეუღლის გარდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა თავი გვარდება ესე გიჭირს და გეჯიბრება და გეჩინავება დედამთილი და შუა წყალში დგახარ არც ძიძას აყვანა გამოგდის არც ის და რამდენიმე საათი დატოვებაც კი არ უნდა და ჯიბრზე და აი რაღაცა ესეთი ურთიერთობები რო არის აქ საერთოდ სხვა რამეა მაგრამ ზოგადად ერთად ცხოვრება ძალიან რთულია როგორც მე ვხვდები ნებისმიერ ადამიანთან მით უფრო როცა ოჯახში ბევრი ცხოვრობს რა თქმა უნდა რთულია ბევრი ადამიანთანაც ცხოვრება ხო ხვდებით მარტივი ვერანაირად ვერ იქნება 3 ვართ და მარტივი არ არის და ახლა წარმოიდგინეთ 10 რო ვიყოთ ან თუნდაც 6 ძალიან რთულია ჩემი ვალდებულება ზუსტადაც მარიკოს გაზრდა აღზრდა ფეხზე დაყენება ნუ ჩემი მეუღლეს ერთად მოკლედ და ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ამისათვის და ვერასოდეს ვერ გავბრაზდები ვერავის რომ თითი ამბავი ახლა რა რატო მუზდით ხოლმე არ ვიცი გოგოებს ეგ რომ დიახაც ვალდებულია ესე რომ ამბობენ ხოლმე მინდა რომ ემოციები დავაცალო თავს რა ვალდებული რატოა მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ფიქრობს მაგრამ ნელ-ნელა გამოდის ეს ყველაფერი ადამიანების ტვინებიდან რაღაცა ახალი რაღაცები მოდის ის რომ დამოუკიდებლობის შეგრძნებები უფრო მოსწონთ უკვე და
ყველაფერს აკეთებენ, რომ არავის დახმარება არ დასჭირდეთ ამ ხრივ რა. ნელ-ნელა უკვე მოდის ეს ყველაფერი და ძალიან მომწონს გამბავი. ესე. ახლა გვიანია. თუ ხვალე დავრეკო. არა იყო ზეგი, არა ზეგი დაგვიანდება ხვალე. დავურეკავ დილით კალას. უარს ვერ მეტყვის. ეგრევე სრაზუ განულდება მაგის ის რა ქვია მერობა. ხო, მაკლი ახლა. უნდა გავაგზავნო კატერი. შეყარადრცლებუამ კატერში და დასვიდანია ოკეანეში. მე თქვენი ნერვები ვაფშე მცარა მაქვს ხო? ახლა რატო გრეკავს ოკეანეში? აბა დედამთილი ვალდებული ყოფილა რომ ბაღს რო გააჩენეს სიყვარულის ნაყოფს, უნდა დაუჯდეს დედამთილი დაანებოს სამსახურს თავი, ყველაფერს თავის ცხოვრება გადადუც და აკვანი არ წიოს. შვილო, დაო, მეგობარო, სხვისო შვილო, ჩემო შვილო. მე საკუთარი აკვანი არ მიწევია ბალხის გულზე მეჭვინა. ეგრე გავზარდე. თქვენა თქვენი შვილები ხო გინდა აკვანში გაზარდეთ? გინდა გულზე გადაიფიდეს რა ვიცი. ვაფშე არ არის ეგა ჩემი პრობლემა. თუ გინდა ხელში ატარი და ისე გაზარდეთ, ხო? ახლა შენთვის მომავალო ვცარო შენზე მაგლაპარაკი. შეზეც. ახლა ამ ჩემ შილაკებს ხო? თუ არც დაჯდები სახში შვილო. რო თხოვდებ თქვენა გათხოვება მარტო შილაკები, პარიზები და კაცები, ტყუცები, კოქტეილები ხო არა გოლია შვილო. ახლა გითხოთ რა არის გათხოვება? მწვანილო, ხახო, ნიორო, ბორშო. ხო, აბა როგორ? უბორშოთ გინდა ოჯახი თუ რანაირად? პამიდორო, კაცო, ტყუცო, სახლო, ხეხვა, გლეჯვა, ყველაფერი დაო, არ არის ესა. ოჯახობანას თამაში. ეგ არის შეყვარებულობაში. სოლქრობაში ხო უკვე ვსიო ყველაფერი მთავრდება და ვებშვიდობებით იმას რა ქვია ბედნიერ წამებს და იწყება ნამდვილი წამები. თუ წამება არ ვიცი, არ მინდა რა ავიჭრა. ხო და რატო არ ახლა ვალდებული მე ანა სხვა დედამთილი რომ არ იქა. თქვენი სიყვარულის ნაყოფი გავზარდო მაინე მერტო უფალო. არც მინდა წარმოვიდგინო რას ვიზამ. ამაგ შილაკს ხო სუშენი ფრჩხილები დაგაძრობინებ. პირდები იცოდე ხო იცი მე ვერა ვარ კარგად შო კანეც მე. ხელი თუ ავიღე დამთავრებული თქვენი ცხოვრება ხო? არც ერთი დედამთილი არა ვარ ვალდებული დებო. დავდგეთ მაგრად თუ საჭიროა ხო? დავურეკავ კალას, მოვითხოვ და დავდგები პარლამენტთან ერთი კვირა. დაველაპარაკებ რომ წყალი რაღაცა საკვები მომაწოდოს, რაღაცი შუთ ვარ დავიხოცებით. ხო. რომ ტელევიზიები დაგვახვიოს თავზე და რაღაცა გავაპროტესტოთ ხალხო, ეგრე არ არის რა. ახლა რა უნდა გააჩინო შეკაიბავით შვილო ეგეთი რომ ცხოვრება გადამბო. მე ხო ჩემი შვილიც არ გადამედია ცხოვრება. რაც ვიყავი ეგ დავჭი. ვერავისთვის ცხოვრებას ვერ შევიცვლი, ვერ გადავდებ, ვერ იმას ვიზავ, ხო? არ არის დაო. გათხოვება შილაკები, პარიზები და კაცები და კოქტეილები. არ არის. უგეჭირად უნკანში წყალი მოდიდა, თუ არ მოდის, ვაფშე არ მედარდება. ესეც მაქვს მეორე ტელეფონი. ახლა მეტი საქმე არა მაქვს, ხო? მაგანიკა იკოტრიალოს, მოიწყოს პარიზული ღამეები და მე დავждებერი და მაგაშვილს ვატენო. მე თუ მაღალო. ახლა მეყვარება რაზია ლაპარაკი და გადავყვები ზედა და შევაფრიდები ხახაში ბალხს, მაგრამ დავიცი. არ გამოვა ეგრე დებო. კაგი გია რა ისიშას პასუხისმგებლობა.